იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე ჩვენ ამ პრობლემამ მოგვიტანეს, თუნდაც თემურლენგმა და შაჰ-აბასმა, ალბათ ჩვენ თვითონ გავუკეთეთ ჩვენ თავს. აი, ერთმანეთში გვიჭირს საერთო ენის გამოცემა. მე მესმის, რომ ყველას ერთნაირი აზრი არ ექნება და არც უნდა კონდეს. მაგრამ დაინახო იქ მტერი, რომელიც უნდა გაანადგურო, არ არის სწორი. დავით აღმაშენებელის ისტორიკოსს აქვს ესეთი ფრაზა. დავითიო ძალიან დიდი იყო, მაგრამ მეტი ვეღარ გააკეთაო და ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი მიზეზი აქვს ის, რომ პატარა სახელმწიფოს მეფე იყო და თქვენ რომ გენახათ, აი დავითი რო ყოფილიყო, თქვათ რომაელების ან სპარსელების მეფე, მაშინ გენახათ რას გააკეთებდა და მეორე მიზეზი არის ესეთიო, რომ ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება ას. რაჟამს განდიდნენ და განსუქდნენ, იწყებენ განზრეხვად ბოროტისად. პირდაპირ უწერია. ვახუშტი ბატონიშვილი მე-18 საუკუნეში რომ მოღვაწეობს, როდესაც ქართველებს აღწევს. ესეთ რამეს წერს. ქართველებზე წერს, რომ ჭკვიანები, კარგები, მეომრები, ლამაზები, წიგნის მოყვარულები, ცოდნის ყველაფერს წერს და მე იქცეს ესეთ რამეს. სახელისა და დიდების მოყვარენი. ესრეთ, რომ ეს სახელისა და დიდებისათვის ისათვის არაინდობენ სამეფოსა და მეფესათვის. ანუ ეს უარყოფითი თვისება რაც გქონდა ჩვენო წინაპრებმა იცოდნენ.